გახსოვთ ალბათ როგორ იწყებოდა ქართული ოცნების მმართველობა. იწყებოდა პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნების შანტაჟით და საუკუნის ფრაზით: თავი ჩემია, მაგრამ ტანი ჩემი აღარ არისო. აი ზუსტად ეს საუკუნის ფრაზა გამახსენდა ახლა, როდესაც პროკურატურამ გამოაქვეყნა მასალა ალეკო ელისაშვილის დაკავებისა. თითქოს ელისაშვილია და თითქოს არ არის. თითქოს ელისაშვილის თეთრი ფეხსაცმელია, თითქოს ელისაშვილის შავი ფეხსაცმელია. თითქოს ელისაშვილის ხელთათმანია, თითქოს ელისაშვილის პისტოლეტია. მოკლედ, ძალიან ბევრი რამ ვერ გავიგე. სამაგეროდ გავიგე მთავარი. ქართული ოცნება, სუსი, ფსბ, მოსკოვი ყველანაირად ცდილობენ ქართული პროტესტის მარგინალიზაციას, კომპრომეტირებას. ყველანაირად. თუკი 4 ოქტომბერს სცადეს და ქართულ პროტესტს მიაბეს სიტყვა რევოლუცია, გადატრიალება ან რაღაც ასეთი. ან ყოველ შემთხვევაში გონიათ რომ მიაბეს. ახლა ალეკო ელისაშვილის დაკავებით ქართულ პროტესტს უნდათ რომ მიაკერონ სიტყვა ტერორიზმი. ამერიდან ნებისმიერი განცხადება, რომელიც წამოვა დასავლეთიდან, ან ქვეყნის შიგნიდან თუნდაც. მაგრამ განსაკუთრებით ალბათ დასავლეთიდან. ევროპარლამენტიდან, ევროკომისიიდან, რომელიმე ევროკომისრისგან, რომელიმე ქვეყნის პარლამენტისგან, ევროსაბჭოდან, ნებისმიერი ორგანიზაციიდან, ნებისმიერი პიროვნებისგან, ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან, რომელიც ხარს დაუჭერს ქართულ პროტესტს. რომელიც იტყვის, რომ საქართველოში დიახაც ითრგუნება ადამიანის უფლებები, რომ საქართველოში კვდება დემოკრატია, რომ საქართველოში არ არის არჩევნები, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო, რომ საქართველო არის მიტაცებული სახელმწიფო, ერთი კაცის მიტაცებული სახელმწიფო და იმ კაცს უკან დგას დიდი რუსეთი. ნებისმიერი, ვინც ამას იტყვის, ნებისმიერი მიიღებს ერთ პასუხს. თქვენ რა, ტერორისტების მხარეს ხართ? ამის მიღწევა უნდა ქართულ ოცნებას, ამის მიღწევა უნდა ბორია ივანაშვილს, ამის მიღწევა უნდა ფსბ-ს და გონიათ რომ ალეკო ელისაშვილის დაკავებით ამას მიაღწიეს.